გერმანიის მემარჯვენე ცენტრისტული ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ფრიდრიხ მერცმა აღნიშნა, რომ მისი პარტია ულტრამემარჯვენე AfD-სთან არასდროს ითანამშრომლებს. ეს განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც პარტიამ ალტერნატივა გერმანიისთვის ფრიდრიხ მერცის მიერ მიგრაციის კონტროლის გამკაცრებაზე ინიცირებულ კანონპროექტს ხარი დაუჭირა. შემიძლია ამ მომრჩეველი ერთ რამეში დავარწმუნო, რომ ჩვენ არ ვიმუშავებთ იმ პარტიასთან, რომელიც საკუთარ თავს ალტერნატივა გერმანიისთვის უწოდებს, არც წინასაარჩევნოდ, არც არასდროს. მერცსა და მის პარტიას აკრიტიკებენ, რადგან მიგრაციის კონტროლის პოლიტიკის გასამკაცრებლად წარადგინეს რამდენიმე კანონპროექტი, რომელთაგანაც ერთ-ერთი ულტრამემარჯვენე პარტიის მხარდაჭერის შედეგად მიიღეს. ამ ფაქტმა ქვეყნის მასშტაბით პროტესტი გამოიწვია. დემონსტრანტები მერცს ადანაშაულებენ პირობის დარღვევაში, რომ არასდროს მიიღებდა რაიმე რეზოლუციას ულტრამემარჯვენე ან ნაციონალისტური პარტიების მხარდაჭერით. 23 თებერვალს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში წინასწარი გამოკითხვებით ფრიდრიხ მერცის პარტია ლიდერობს. იგი კრიტიკას არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ AfD-სთან თანამშრომლობას არ გეგმავს.